კი, მოგესალმებით პირველ რიგში და არაფერი ახალი არ არის, ეხლა რასაც ვიტყვი, მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ეგრეთ წოდებულ, მე არ ვიცი ვინ დაინიშნა ჩემ მოსამართლედ, არც მაინტერესებს სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ყველა ერთია იქ. არიან გამონაკლისები, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ გამონაკლისებს ასეთ საქმეებს არ აბარებენ, აღარ აბარებენ, მაგრამ ის ვინც დაინიშნა, ალბათ არის ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც მოსამართლეს ვერ უწოდებ და მე მქონდა სურვილი რომ გავსაუბრებოდი, იმიტომ რომ მე მაქვს რიგი საკითხები, სათქმელი, საკითხავი და მე მაინტერესებს ამ ადამიანების დამოკიდებულება, მათი რეაქციები სხვათა შორის. მაგრამ ვერ მოხდა ეს, იმიტომ რომ დამირეკა ქალბატონმა, რომელიც მეუბნება ზუსტად 18 საათზე, რომ ჩემი სხდომა ჩაინიშნა 18 საათზე. და მე კითხება გამოვცხადდები თუ ვერა. სასაცილოა რა, მაგრამ რა თქმა უნდა მე იქ ვერ მოვასწარი მისვლა, ეხლა მივდივარ გზაში ვარ, თუ მივასწრებ, ხო, კაი, თუ ვერ მივასწრებ, სადმე გადავწყვეტ რომ დაველოდო, ან ისევ იქ მივაკითხავ ეგრეთ წოდებულ სამართალდამცველებს, სადაც გუშინ მივაკითხე. ზოგადად ჩანს აი ამ ყველაფრიდან, რომ სამართალდამცველებსაც და ეგრეთ წოდებულ სამართალდამცველებს, ეგრეთ წოდებულ მოსამართლეებს ეშინიათ ჩვენთან კომუნიკაციის. ეშინიათ, იმიტომ რომ ჩვენთან არის სიმართლე, ჩვენში არის სიმართლე, ჩვენ სულ არაფერი ვთქვათ, ჩვენ თვალებში არის სიმართლე. აი ამის ეშინიათ. ამის შეეშინდა დღეს ამ მოსამართლეს, თორე 1 საათით იქით როგორ ვერ გადადება, ხვალ როგორ ვერ დამინიშნავდა, ხო? მე სიმართლე გითხრათ, გუშინაც ველოდი და უფრო ადრეც ველოდი დღეს ამ ყველაფერს, მაგრამ ფაქტის ახეზია მოკლედ. ეს არის შიში. აი ეს შიში გადაამტვრევს სისტემას. სისტემა ცახცახებს სინამდვილეში რა. უბრალოდ ჩვენ უნდა გამოვაცალოთ ის საყრდენები, რომლითაც ის გვაზიანებს. და ეს ყველაფერი მოხდება სოლიდარობით. კი ბატონო, გიორგი, მინდა რომ აი კიდევ ერთხელ ავხსნათ მაყურებელს, აი რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკუთარი ფეხით მისულიყავით პოლიციის განყოფილებაში, ამაზეც რომ ვისაუბროთ. რა იყო მთავარი მიზეზი? რის გამოც აი ესე ადექით და თქვით რომ არ ვიცი, მაშინ მეც დამაკავეთ, იმიტომ რომ ვეც ვიდექი რუსთაველის გამზირზე და მეც ვიღებდი გზის გადაკეტვაში მონაწილეობას. აი ჩან ვარ? დიახ, ჩან ხარ, ხედავთ, ვესმის. მე მაინც მგონია რომ შენ როგორც რაც თქვი დასაწყის შესავალში, ხო? პრაქტიკულად ეგ არის რა და სიმართლე გითხრათ, ცოტა მე მეუხერხულება ეხლა ამ ყველაფრის გამეორება, იმიტომ რომ ეს არის მიზერი, ეს არაფერი არ არის რა და ძალიან ცოტა ხანში გამოჩნდება, რომ ეს არ ნიშნავს არაფერს რა. არის ბევრად უფრო რთული რაღაცები გასაკეთებელი და ჩვენ ამას გავაკეთებთ რა. მე უბრალოდ სხვანაირად არ შემეძლო და ამ ქვეყანაში ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც რაღაცები სხვანაირად არ შეუძლია. არიან ის ადამიანები, რომლებიც ტყვეობაში არიან და რამდენიმე წლიან პატიმრობაზე სხედან, უკვე განაჩენები გამოუტანეს, უკანონო განაჩენები ამ დასანქცირებულმა მოსამართლეებმა, იმათაც ზუსტად ის გააკეთეს და მათთან შედარებით ჩემი ეს ნაბიჯი არაფერია. ამიტომ ოდიშის მოხდით, აღარ ვიტყოდი ბევრს არაფერს ამაზე. აი ეხლა მირეკავს ზუსტად სასამართლო. და ალბათ რაღაცის თქმა უნდაც და თქვენთან საუბარსო დავამთავრებ, უპასუხებ და მეწოდინება. კი ბატონო, მადლობა. შეა საქმე. კი ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა. იყავით მხნეთ რა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძლიერები და ჩვენ ვართ საქართველო და სოლიდარობით გავიმარჯვოთ. მადლობა გიორგი, მთავარ თქილაძეს უსმენდით დღის ამბების პირდაპირ ეთერში, როგორც ხვდები, ის ახლა მიდის საქალაქო სასამართლოში და როგორც თავად თქვა